ვამზადებთ რის სალატს? ოჩა, გივიკო. მერიკო, მეტი შენ დაიწყე, ერთმანეთს დაველოდოთ. კარგი ვედმო? ნამდვილად. კიტრი, კიდევ რა გჭირდება? პამიდორი. თეკო, შენი ჯერია. ნიკოლოზ, ეხლა შენ. კიდევ რა გჭირდება? აბა გაიხსენე. კიტრიც გვაქვს. ქათმის ხორცით ამოყოჩა. ბავშვებო, სტუმრები მოვიდნენ, მივესალმოთ. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხართ ბავშვებო? გავაკეთოთ გემრიელი საჭმელები. კი. დავიწყოთ ახლა. მე მომზადებ თქვენთან ერთად ტკბილ ფუნთუშებს. ჩვენ მომზადებთ სალატს გემრიელს პამიდორში. მზად ხარ? მზად ვარ. დაარჩევ. ოჩახ. კულინარიული აქტივობები ხელს უწყობს სენსორული შეგრძნებების განვითარებასაც. ზოგიერთი ბავშვი არ ჭამს გარკვეულ პროდუქტს, რაც აუცილებელია თქვა ჯანმრთელობისთვის, ეს არის სხვადასხვა სახის ბოსტნეული, რომელიც მან აუცილებლად უნდა მიიღოს და ჩვენ დავიწყეთ სწორედ ამ აქტივობის გამოყენება, რომელიც თამაშით საიძულებდა მას, რომ გაესინჯა ეს გარკვეული პროდუქტი. ანუ სუნიდან გამომდინარე ვთავაზობთ სხვადასხვა სახის სუნებს ამ კულინარიული აქტივობების დროს, რაც იწვევდა მათ დაინტერესებას და შემდეგ იწყებდნენ უკვე კონკრეტული საჭმლის ჭამას, რასაც არ ჭამდნენ. შეხედე როგორია? გიყვართ სომთან მუშაობა? ნახე როგორი რბილია, ნახე ხელი მოკიდე. და მე განახებ როგორ უნდა გავასუფთავოთ ქათამი. მოდი ცოტათი დავყაროთ ესე ფქვილი, ხო? ამას მოვაშორებთ. ეს ზედმეტი ეს არ არის გემრიელი და არ გვინდა. ეს შენ ერთი გუნდა და შეეცადე რომ გააკეთო ფუნთუშა. შენ რომელი საჭმელი გიყვარს ყველაზე მარა ნიკოში? მე წვადი მიყვარს. წვადი გიყვარს? ვა. მოდი მე ავად, გინდა? ხო მიდივარ. ისო. მიდი. ნელა ხაბადო. აფა დავადგი. როგორ? ხო, აფა დავადგი, ეს უნდა გაცხელდეს. ცოტა ზეთი. მოდი შენ მოასხ ცოტათი ზეთი. მიდი, როცა გეტყვი, გაჩერდი, კაი? მიდი, გაჩერდი. როდესაც ვამზადებ კერძს, მე გამოდის ძალიან კარგი, მაგრამ უკეთესი გამოდის მაშინ, როდესაც განწყობა მაქვს კარგი. მე თუმეტეს მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის ვამზადებ. დღეს გავამზადებ ქათმის სალატს, რომელიც არის ფერადი. დავიწყოთ. ბულგარული წიწაკა. ზოგადად კულინარიაში სუნი, გემო და შეხება არის ერთ-ერთი თერაპიის კომპონენტი. ფილეს ავიღებ და შუაზე გავჭრი. ავიღებ ზეითუნის ზეთს, დავასხავ ორივე მხრიდან, ცოტა მარილი, ცოტა პილპილი. ბულგარული წიწაკა. უკვე გასუფთავებული მაქვს. ეს შეგიძლია დაბრუნოთ სახლში კიდევაც, ტაფაზე. რა თქმა უნდა, გრილის ეფექტი უკეთესია, თუმცა შეგიძლიათ იყიდოთ ტაფები, რომელსაც აქვს ხაზე. ქათამი თითქმის მზად არის უკვე. ასევე ბულგარულსაც დიდი ხანი არ სჭირდება, მინდა რომ ხრაში უნდა იყოს, ცოტა დაბრაწული იყოს, მაგრამ ხრაში უნდა იყოს. ამასობაში მე დროს არ დავკარგავ და კომბოსტოს დავჭრე. აი ესეთი ჰაეროვანი უნდა გამოვიდეს. ეს იქნება ჩვენი სალატის ბალიში. და რა თქმა უნდა, სალატის ფოთოლი. ქათამის და ბულგარულიც მზად არის. ავიღოთ პამიდორი, გავჭრათ შუაზე, ამოვიღოთ შიგ თავსი. ნიორი, ერთი კბილი გვეყოფა. კულინარიულ თერაპიაში მომზადების პროცესი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. გემო, სუნი და შეხება. დაახლოებით ნახევარი ხალხი. ზეთისხილი.
აქ ჩვენ გვაქვს ქათამი, წითელი ბულგარული, მწვანე ბულგარული, ერთი კბილი ნიორი, კიტრი თესლისგან გასუფთავებული, სიმინდი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ასევე ზეთის ხილი. ამას სჭირდება ცოტა პილპილი, მარილი გემოვნებით, ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 1 ჩაის კოვზი გვინდა და კარგად უნდა ამოურიოთ. წინასწარ მომზადებული წითელი კომბოსოს და სალათის ფოთორის ბალიში. პარმეზანის ყველი მოვაყაროთ ზემოდან. პარმეზანის ყველი შეგიძლიათ შებოლილი სულგუნით შეცვალოთ. სალათი მზად არის. ეს სალათი განსაკუთრებით უფრო სახალისო და მარტივი არის ბავშვებისთვის. შეგიძლიათ ყველა ინგრედიენტი შეცვალოთ, სიმინდის მაგივრად გააკეთოთ ლობიო, პამიდორის მაგივრად ბულგარული წესა და აი ასე შემდეგ. ფანტაზია ყველაზე მნიშვნელოვანია კულინარიაში. მოდი დაგიხმარო, მომეცი. აი ასე. აი აქ მომიყარებ ქვილი. მიდი, კარგად. აი ესე ლამაზად. აი მე. გამოვაცხოთ ახლა ბავშვებო, ხო? ყველაზე სასიამოვნო პროცესია ცომთან მუშაობა. მით უმეტეს ხელით. ეს ნამდვილი თერაპიაა. თავარია კარგი განწყობა, სიმშვიდე და ვიცი რომ კარგად გამოგივათ ყველაფერი. ვამზადებ დაწნულ ფუნთუშას. ძალიან მარტივად ვზადდება, გემრიელია და რაც თავარია, ბევრი სამუშაოა ხელით. აქ მაქვს 500 გრამი ფქვილი, ვუმატებთ 2 ჩაისკოვს საფუარს, 9 ჩაისკოვს მარილს, 1 ჩაისკოვზი შაქარი, 1 მთლიანი კვერცხი და რაც თავარია, დავუმატოთ 250 მილილიტრი თბილი რძე. აი ესე შევკრათ გუნდად, გადავაფაროთ ტილო და დავტოვოთ 1 საათი თბილ ადგილას, რომ კარგად ამოვიდეს ცომი. გავიდა 1 საათი, კარგად ამოვიდა ცომი, ჩავზილოთ. და გავჭრათ თანაბარ აი ესეთ გრძელ ნაჭრებად. კვერცხის გული რძესთან ერთად ცოტა. წავიღეთ ღუმელისკენ და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი. ფუნთუშებიც გამოცხვა. ეხლა კიდევ უფრო კბილი რო იყოს და პრიალა, გადავუსვათ თაფლი. მართლაც რომ სასიამოვნო პროცესის ძალიან სასიამოვნო დასასრული. აბა ვის რომელი ბოსტნეული გიყვართ? კაია, ხო? ეგეთი რაფერი გაიზრდება? ყვითელი გაიზრდება. ეხა ეს ნახე როგორ იცი? არა, გეშინე მე. არა, სისულელი აგერ, აი. ნახე შუაზე გადავჭრათ. და შიგნით იქნება ატლასი. არი? ატლასი იქნება, ხო? ნახე რა ლამაზია, ხო? ვაპა, რა ხელა. წავიდე და ბოლოში გავა. აუ, გისმენ, აუ, აქ. მოვდივარ, ხო, მოიცეთ, სამაცადე. ო, აქავა, всё, ხა? აბა რა უკრა? გავჭერეთ. გავჭერეთ, ყოჩა.
შენ მოდი. კარგად დაჭერ. ამოატრიალე. აი ასე შეხედე. გადასცე შუაზე. მე ასე შეგიძლია, კულინარიული თერაპია მხოლოდ მომზადების წესს არ გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია გემოც. რაც თავარია ტკბილი გემო. და როგორც ვიცით, ტკბილეული ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა განწყობის ასამაღლებლად. დავიწყეთ. ეხლა ვამზადებ არაქისის ნამცხვარს, რომელიც ასევე შოკოლადთან ერთად მზადდება. ძალიან გემრიელი გამოდის და რაც თავარია ძალიან კარგ ხასიათზე გვაყენებს. ვადნობთ 200 გრამ კარაქს. სანამ კარაქი დნება, განვაცალკევოთ 3 კვერცხის ცილა და გული. გადმოვდგათ ცეცხლიდან, კარაქი რო ცოტათი გაგრილდეს. მანამდე ავთქვიფოთ ცილა. გული კი ცალკე გადავდოთ ცოტა. ცილას დავუმატოთ ცოტა მარილი, რომ უფრო ადვილად შეიკრა. ოდნავ შევთქვიფოთ და ნელა-ნელა დავუმატოთ 250 გრამი ყავისფერი შაქარი. ავთქვიფოთ ცილა დაახლოებით 3 წუთი, ისე რომ აი ასეთი სქელი მასა მივიღოთ და მკვრივი. გადავდგათ ჯამი ცილით, 3 კვერცხის გულს უნდა დავუმატოთ 200 გრამი არაქისის კარაქი. შევთქვიფოთ კვერცხის გული და არაქისის კარაქი კარგად და დავუმატოთ ნელა-ნელა ჩვენი გამდნარი 200 გრამი კარაქი. ახლა ეს მასა შევუერთოთ ცილის მასას. და ნელა-ნელა დავუმატოთ 200 გრამი ფქვილი. გავჩერდეთ და თქვეფის დროს დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. და ბოლოს ვანილი. და გადავიტანოთ გამოსაცხო ფორმაში. სასურველია რომ 4 კუთხედი იყოს. და შოკოლადი. მზად არის, შეგვიძლია გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთი. არაქისის და შოკოლადის ნამცხვარი მზად არის. მგონი მართლა საუკეთესო საშუალებაა, რომ ძალიან კარგ ხასიათზე დადგა. გონი ეყოფა ამას? და ამოურე კარგად. ნამდვილად შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ეს არის მეორე სახლი არ მარტო მათთვის, ჩვენთვისაც, ჩვენ ძალიან დიდ დროს ფაქტობრივად დღის მთელ მონაკვეთს ვატარებთ ერთად. ესენი დილის 10 საათზე მოდიან, როდესაც იწყება გაკვეთილი და მიდიან 4 საათზე. და ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ სულ ერთად ვართ ფაქტობრივად. კულინარიული აქტივობის დროს ისინი სწავლობენ მათემატიკურ უნარებსაც და ასევე ქართულის ელემენტებსაც. აი მაგალითად დასახელება. პირდაპირ კითხვა ძალიან უჭირთ, ამიტომ ვასწავლეთ აი მაგალითად ბოსტნეულის დასახელებას, რაც ჭირდება კონკრეტულ სალათას და ეს უფრო უადვილებთ, ან თვალით ხედავენ და მე ამ წაკითხვის აღქმა უფრო ადვილია. ასევე მათემატიკის ელემენტები უფრო ძნელია დაათვლებინა მაგალითად დასწავლოთ ლაჩხირებით და ასე შემდეგ, მაშინ როცა უადვილდებათ გადათვალონ პეჩენია, გადათვალონ ვაშლი, ის რაღაცები, რაც მათთვის უფრო სასურველია. აი ჩაჭერი ამოიღე, ჩაჭერი ამოიღე, ჩაჭერი ამოიღე და ვითომ თამაშია. ოჩა, აუ ეს შეფია. ეს მაგარია, ძალიან მაგარია. მოდეს მეთეორიას მაგარი. ნო და მე ასე. გემრიელია? კაია? Yes. Კაია?
კულინარიულ თერაპიაში გარდა იმისა, რომ გემო და სუნია, არის კიდევ შეხება, ხელით მუშაობა. ფქვილი, ცომი, ლობიო, რასაც ხელით ვეხებით, რასაც ვზილავთ, ხო? ერთ-ერთი ინგრედიენტი დღეს მინდა გამოვიყენო არის ბრინჯი. ბრინჯი უკვე მოხარშული მაქვს, ეს არის ცოტა აზიურ სტილში და ძალიან საინტერესო არისაც გემრიელი. მით უმეტეს ბავშვებისთვის უფრო სახალისო იქნება. აქ მაქვს ზღორის ფარში და ქათმის ფილე. დავადგათ ცოტა ზეთი. ამ ღორის ხორცს მოგვიანებით გავუკეთებ სოია соуს. ქათამს სუფთა იაპონურ სტილში ტერიაკს. ღორის ხორცი სანამ იწვება, დავბრაწავს სესამის მარცვლებს. ამასობაში ავიდოთ ქათამს, გავჭრ შუაზე და მოვათავსებ გრილზე. სოია соуსი. ღორის ხორცს ძალიან უხდება სოია соуსი. ჩემთვის აზიური სამზარეულო ყოველთვის თერაპია იყო, გემო იყო, სუნელი იყო და მით უმეტეს ახალი ინგრედიენტები იყო ჩემთვის. სეზამის მარცვალი უკვე დაბრაწულია, მოვათავსოთ თეფშზე, გავაცივოთ. აქ მექნება ვარიაციები, მექნება ღორის ხორცის, ქათმის, ბოსტნეულის და რა თქმა უნდა ცოტა დეკორაციაც, რომ უფრო ესთეტიკა დავიცვათ, ხო? ცოტა სესამის მარცვალიც. ბავშვობაში ძალიან არ მიყვარდა აჯაბსანდალი. აჯაბსანდალს ვერ ვჭამდი. მე დროთა განმავლობაში უკვე როდესაც მზარეული გახდი, ჭრავი სწავლე და მთელი პრინციპი მომზადების ძალიან მიყვარს. ახლა უკვე აჯაბსანდალი მიყვარს, ბრინჯთან მიყვარს, მაკარონთან მიყვარს, უბრალოდ ცივად და ცხლადაც. ღორის ხორცი მზად არის. ცოტაოდენი ტერიაკი. სახლში დრო თუ გაქვთ და გინდათ რომ ქათამი იაპონურად გააკეთოთ ტერიაკით, წინა დღეს დაამარილეთ ტერიაკის соуსი, ქათამი და ზეთი და სესამის მარცვალი თუ გაქვთ. გააჩერეთ მთელი ღამე და მეორე დღეს იქნება ძალიან გემრიელი. არც ღორის ხორცს და არც ქათამს არ გავუკეთე მე მარილი, იმიტომ ტერიაკიც და სოია соуსი შეიცავს უკვე მარილს და ზედმეტი მარილი ყოველთვის ცუდია. ესეც მზად არის. ერთი ნიორი. ცედრა. ყველაფერი მზადა გვაქვს. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ აწყობა. ვიწყებთ ყველაზე სახალისო ნაწილს. აქ გვჭირდება ხელები და ფანტაზია. რა ფორმას მისცემთ, თქვენზეა დამოკიდებული. თუ გინდათ გვალი, ოთხკუთხედი, სამკუთხედი, კონუსი, მე გვალი მიყვარს. ზემოდან შეგვიძლია სესამი მოვაყაროთ, შეგვიძლია დაბრაწული სესამი მოვაყაროთ, ან ზეთის თხილით გავუკეთოთ თვალები, სახე, ცხვირი, სახალისო რო იყოს. შიგთავსი მე მაქვს ტერიაკის соуში შემწვარი ქათამი, სოია соуში შემწვარი ღორის ხორცი, ბულგარული წესაკა და სიმინდის სალათი და ჩვეულებრივი ქართული კიტრი პამიდურის სალათი, და ლიმონის წვენი გავუკეთე ძმარის მაგივრად. სესამის მარცვალი დაბრაწული და უმი და ზეთის ხილი, რა თქმა უნდა. ეს შიგთავსები
ჩემი ფანტაზია, შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა შიგთავსი გავუკეთოთ ბრინჯს. თერაპიის მთავარი იდეა არის, რომ მომზადების პროცესი იყოს სახალისო. მე გავერთე. მარილი, პირი, ყველაფერი მზადგვა. მზადა ვართ? შუაზე ასე გადავჭრი კიც. გამოვიდა? ორი ცალი კიტრი. ხო? ვიღებ კოვს და ვასუფთავებ თესლისგან. დანაიღე. და როგორ დაჭერიცი? აი ასე. წკა. ბულგარული ვის აგაქვთ? მე ვარ. ოჩახ. ბულგარული აი ასე გაჭერი, შუაზე გავჭრი. და შიგნით ნახე. ოპა. ნახერე. ხო? ეს არ არის გემრიელი. ამას მე მიწაში დავრგავ და გაიზრდება ასეთი. ვაიმე. მართლა ხო? ეხა მეორე მომაწოდე? შეიძლება გავსინჯო ერთი? გაიზრდება. მორია, მე შენ გასინჯა რა. შენ დაჭრე, შენ უნდა გასინჯო. ბავშვებთან მუშაობა უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს, მეტ დროს მოითხოვს. ანუ მეტი დრო გჭირდება იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტულ შედეგს მიაღწიო. გახიე და აი ესე. შეგიძლია გააკეთო ესე? შეხედე რა ლამაზად დაჭრე. თითოეული ხო გავს აბსოლუტურად იდენტურია. ოჩა, ყველანი მზადა ვართ, რომ სალატი ავაწყოთ. კი, ძალიან კარგი. შეგენაცვალე მაგარი. ხო, აი ზუსტად ეგრე. კი, როგორ? ნამ. ო, შეჭამ? აი, შეჭამ. მიდი. ძალიან კარგი. ერთ შენს მოგცემ ახლა ერთს. შენც მოაყარე. ესა, ვახო. ესეც მოაყარე. კარგი ხარ, დაარტყე. შიგნით ჩავდებ. და იქნება ყვავილი სალათი. ზით და ერთად გავაკეთოთ რა. თორე მარტო მე ამას ვერ გავაკეთებ. ეს. ყველამ უნდა გავაკეთოთ, მოდით რა, თორე ერთ ადგილას არ შეიძლება. მოგაკეთით? ერთი და ოპა, სალათი მზად არის. ვახო. სამხელესობს. არსებობს ხო ეცე. მაგარი. ჯანიში? აბა მოგითხე. ჯანაშია აშკარად ძალიან დაკავებულია ახლა ისე მოწონს სალათი.